საარჩევნო უბნები ბათუმში ამომრჩევლებისთვის დილის 8 საათზე გაიხსნა. ბათუმის 66-ე საარჩევნო უბნის გახსნას დილიდან ველოდნენ. აღნიშნული უბნის პირველი ამომრჩეველი გვანცა შარაშიძე იყო, როგორც უბანზე მყოფმა დამკვირვებლებმა განაცხადეს, 66-ე უბანი დამკვირვებლებისთვის 7 საათის ნაცვლად რამდენიმე წუთით ადრე გაიხსნა, რაც კანონდარღვევაა. შემდგომ კი კვლავ დაიხურა და უბანზე მისულმა დამკვირვებლებმა შენობაში შესვლა 8 საათამდე ვერ მოახერხეს. აღნიშნულ უბანზე კანონდარღვევის ფაქტს გამორიცხავს უბნის თავმჯდომარე. აცხადებს, რომ უბანი დამკვირვებლებისთვის რამდენიმე წუთით ადრე მართლაც გახსნა, თუმცა ამით პროცედურა არ დარღვეულა. ყოველ არჩევნებზე დავდივარ, იმიტომ რომ ჩემი ხმა არ მინდა დაიკარგოს არასდროს. მე თან კომისიის დამკვირვებელი ვარ. უბანი გაიხსნა 7-ის ნახევარზე და ყველა შიგნით იყო კომისიის წევრები, რომელიც 7-ზე უნდა შესულიყვნენ. და შემდეგ 7 და 5 წუთით სხვა დამკვირვებლები მოვიდა და არ შეუშვეს. 6 საათსა და 45 წუთზე შემოვედი, უკვე შემოსული დამხდა, უბანი დამხდა გახსნილი. შემოსული იყო როგორც კომისიის წევრები, ასევე წარმომადგენლები, აჭარის ტელევიზიაც აქ იყო, რაც კანონდარღვევა არის, იმიტომ რომ კანონში წერია, რომ საარჩევნო დღეს უბანი მთელ საქართველოში უნდა გაიხსნას 7 საათზე. კომისიის თავმჯდომარეს ამის შესახებ, ამ დარღვევის შესახებ მიუთითე, მაგრამ მას რეაგირება არ გაუკეთებია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი, რასაც დავეთანხმე ხელის მოწერით. აღნიშნული საჩივარი მქონდა ძირითადად მადრე გახსნასთან დაკავშირებით. მოსული ვიყავი და შესაბამისად ხალხი რო შემოვიდა, გავასაჩივრეთ თავმჯდომარესთან, თუმცა არ გაითვალისწინა. დიახ, შემოვედი. ამ დროს ძირითადად დავსხედით ყველანი და უკვე დაიწყო სხვადასხვა დოკუმენტაციის გამოტანა და შეუდგნენ სამზადის. არ ვიცი რამდენი წუთი იყო, ცოტა ადრე, უბრალოდ და უხერხულადაც ჩავთვალე, რომ უბრალოდ ეხლა ხალხი გარეთ იდგა, მე მოსული ვიყავი, ის ყველაფერი საბუთები ჩაკეტილი მქონდა. კარები გავაღე და ხალხი შემოპატიჟე. მეტი არაფერი. პროცესები არანარი პროცედურული ისა რა ქვია მას მიმართულება მე არაფრისთვის არ მიმიცია.